კახეთის გაუტეხლობამ და თეიმურაზ მეფის დაუცხრომელმა საქმიანობამ ირანის წინააღმდეგ, რაც მის მიერ რუსეთთან კავშირის გაძლიერებაში გამოიხატა, კვლავ გააცოცხლა ირანში შაჰ-აბას პირველის ძველი გეგმა, რომელიც კახეთის მოთხრას, იქ თურქმენების ჩასახლებას და სახანოს შექმნას ისახავდა მიზნად. 1656 წელს როსტომს კახეთი ჩამოართვეს და კვლავ განჯის ხან სელიმს დაუქვემდებარეს. გადაწყვეტილი იყო კახეთში ჩაესახლებინათ თურქმანთა 15,000 ოჯახი. შიდა და გარე კახეთის საუკეთესო მიწები მათთვის უნდა გადაენაწილებინათ და ეს მომთაბარე მეჯოგე მოსახლეობა მიწაზე დაემაგრებინათ, რომ ხმნათესვას, შენებას და დასახლებას შედგომოდნენ. შაჰ-აბას მეორეს 1642-1666 წლები სახსრები არ დაუზოგავს თურქმანთა გადასახლებისა და მათი დაცვის ორგანიზაციისათვის. ამ საქმის მოწყობა შაჰს ირანის ყულარაღასისა და სარდალ ალავერდი ხანისათვის დაუვალებია. მასვე დაევალა კახეთში 3 ციხის აგება, რომელთა გარნიზონებს უნდა დაეცვა თურქმანები ქართველთა თავდასხმებისაგან. ციხეების ასაშენებლად კახეთში გამოუგზავნიათ ხუროთმოძღვარი, კალატოზები, მშენებელი მუშები და საჭირო ფული. ირანელებმა ალავერდის მონასტრის გალავანი ციხესიმაგრედ გადააკეთეს და შიგ ყიზილბაშთა გარნიზონი ჩააყენეს. ბახტრიონის ციხე, როგორც ჩანს, პირველად ალავერდი ხანის ხელმძღვანელობით აშენდა ალაზნის მარცხენა ნაპირზე მდებარე პატარა სოფელ ბახტრიონში. ციხე, რომლის სიგრძე 100 მეტრს აღემატებოდა, დიდი სტრატეგიული მნიშვნელობისა იყო. იგი კონტროლს უწევდა კახეთის მთიანეთიდან ბარში ჩამომავალ გზებს და ალაზნის ზემოწელში დასახლებულ თურქმანებს მთიელთა თავდასხმებისაგან იფარავდა. მესამე ციხის სახელი წყაროებში არ ჩანს. იგი უნდა იყოს ყარაღაჯი, რომელიც მე-12 საუკუნეში კახეთის ყიზილბაში ხანების რეზიდენციას წარმოადგენდა. ციხეების აგების შემდეგ კახეთი ჩამოართვეს განჯის მმართველს სელიმ ხანს და ორად გაყვეს. კახეთის დიდი ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე ყარაბაღის ბეგლარბეგს მურთას ყული ხანს, ხოლო დანარჩენი ნახჭევნის მმართველს ალი ყული ხან ქერგერულს გადაეცა. დასახელებულ ხანებს დაევალათ მათზე დაქვემდებარებული ელების კახეთში გადაყვანა. ამ დიდი ღონისძიების შედეგად კახეთის ბარის ადგილებში დაახლოებით 80,000-მდე თურქმანი ჩაასახლეს. მომთაბარე ელები ძირითადად მესაქონლეობას მისდევდნენ და ვრცელი საძოვარი ველები სჭირდებოდათ. კახეთის კულტურულ მეურნეობას, ძირითადად მევენახეობას, გადაშენების საფრთხე დაემუქრა. ასეთი საშიშროების წინაშე აღმოჩნდა მთიანეთის მოსახლეობაც, რომლებიც ბარის პურითა და ღვინით, ბარის საზამთრო საძოვრებით ირჩენდა თავს. ამას ემატებოდა ყიზილბაშ მეციხოვნეთა სიმკაცრე და თავხედობა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. თვით სპარცელი ისტორიკოსიც ვერ მალავს, რომ ელებს იმის მისწრაფება ჰქონდათ, რომ ქართველებზე ებატონათ. ამ ორ ხალხს შორის დავა და ჩხუბი გაჩნდაო. კახეთში საყოველთაო უკმაყოფილება ჩამოვარდა. უკმაყოფილო იყო არა მარტო ბარისა და მთის მშრომელი მოსახლეობა, არამედ ფეოდალთა ფართო წრეებიც, რომელთაც ხელიდან ეცლებოდათ საკუთარი ყმამამული. სახალხო მოძრაობა ელების წინააღმდეგ მათი ჩამოსახლებისთანავე დაიწყო. მთიელთა, განსაკუთრებით თუშების პარტიზანული გუნდები თავს ესხმოდნენ როგორც ელებს, ისე ყიზილბაშ მეციხოვნეებს. ქართულ ხალხურ საისტორიო პოეზიაში დაცული ცნობების მიხედვით ამ მოძრაობის ბელადი ყოფილა სახალხო გმირი ზეზვა გაფრინდაული. როგორც ჩანს, შეთქმულებისა და აჯანყების იდეაც, რომელსაც შემდეგ ფეოდალებმაც დაუჭირეს მხარი, ხალხის დაბალ წრეებში დაბადებულა. ხალხის წარმომადგენელი იყო თურქმანებისგან შეურაცხყოფილი ის ხუცესი, რომელიც დუშეთს ეახლა ზაალ ერისთავს, დაუჩოქა და შესჩივლა, გააოხრეს სრულიად კახეთი უსჯულოთა აგარიანთა და აც ამისი მაგიერი პასუხი ღმერთს შენ მიეც და შენ უნდა გასცე, ვინათგან შენ დარწმუნებულ არს კახეთიო. ზაალ ერისთავმა, რომელსაც მოსახლეობის ფართო წრეებმა, მათ შორის ფეოდალებმაც დაუჭირეს მხარი, აჯანყების საერთო ხელმძღვანელობა ითავა.
თუმცა აჯანყების დაწყების შემდეგ მას აშკარა მონაწილეობა ბრძოლაში არ მიუღია. აჯანყების უშუალო ხელმძღვანელები და ორგანიზატორები კი იყვნენ თეიმურაზ პირველის თანამებრძოლი ბიძინა ჩოლოყაშვილი, ალავერდელი ეპისკოპოსი შალვა ქსნის ერისთავი და მისი ძმა ელიზბარი. აჯანყების ერთ-ერთი მოთავე და ორგანიზატორი იყო თუში ზეზვა გაფრინდაული. აჯანყების აქტიური მონაწილენი იყვნენ ხევსური ნადირა ხოშარაული, ფშაველი გოგოლაური და სხვები. დიდმა განსაცდელმა ფეოდალური საზოგადოების ყველა ფენა გააერთიანა. სამშობლოს დასაცავად აღდგა მთელი კახეთის მოსახლეობა. აჯანყებას მხარი დაუჭირა ქართლმაც. არაგვის ლაშქარი ზაალ ერისთავის ვაჟის, ზურაბის სარდლობით და ქსნის საერისთავოს ჯარი შალვასა და ელიზბარის მეთაურობით თიანეთის მხრით ახმეტაში ჩავიდნენ. ბახტრიონის სანახებში მოგროვდა თუშ-ფშავ ხევსურთა ლაშქარიც. კახეთის ბარის ლაშქარი ბიძინა ჩოლოყაშვილის წინამძღოლობით ალავერდს მიუახლოვდა. თითქმის ერთდროულად აჯანყებულთა რაზმებმა ბახტრიონსა და ალავერდს შეუტიეს. ქართველთა ლაშქარი ბახტრიონის ციხის გალავანში შეიჭრა. ყიზილბაშ მეციხოვნეთა დიდი ნაწილი ბრძოლაში დაიღუპა. სხვები გაიქცნენ და თავის შესაფარებლად ალავერდის ციხეს მიაშურეს. ამასობაში კახელებს ალავერდის ციხე აეღოთ. იქედან გამოქცეული მტერი ბახტრიონისაკენ მირბოდა თავის შესაფარებლად. ლტოლვილები ალვანის მინდორზე შეეფეთნენ ერთმანეთს. სწორედ იქ მიუსწრეს მათ ქართველებმა და მტრებს მუსრი გაავლეს. იმ ადგილს, სადაც ეს მოხდა, ხალხი ახლაც განწყვეტილას ეძახის. შემდეგ აჯანყებულებმა სხვა ადგილებში დასახლებულ თურქმანებს შეუტიეს და ამოწყვიტეს დედაწული თურთ. ელების ნაწილი დაიფანტა და გაქცევით უშველა თავს. ქართველებმა გაიმარჯვეს. კახეთი გადაურჩა გადაშენების საფრთხეს. აღსანიშნავია, რომ აჯანყებულები აღჯაყალის ციხეს, სადაც კახეთის ერთი ნაწილის მმართველი მურთას ყულიხანი იჯდა, თავს არ დაესხნენ. მიზეზი წყაროებში ნათლად არ ჩანს. საფიქრებელია, ეს ხერხი იყო აჯანყებულებისა. აჯანყების მთავარი ხელმძღვანელი ზაალ ერისთავი უარყოფდა რა აჯანყებაში მონაწილეობას შაჰის კარზე გაგზავნილ არზებში აჯანყების მიზეზად კახეთის მეორე ნაწილის მმართველის ალი ყული ხან ქენგერლუს ცუდ ქცევას ასახელებდა. შაჰის მიერ დანიშნულმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ ზაალი აჯანყების მოთავე იყო. დასაჯეს კიდეც, მაგრამ ალი ყული ხან ქენგერლუს გადააყენეს, რადგან შაჰის კარზე საეჭვოდ მიიჩნიეს ალი ყული ხანის ქცევა. მთელი კახეთი მურთას ყული ხანს დაუმორჩილეს. ეს იყო ერთგვარი დათმობა კახეთის პატრიოტებისადმი. შაჰს ახალი დამსჯელი ექსპედიციის გამოგზავნის თავი აღარ ჰქონდა. კახეთის გმირულმა ბრძოლამ შაჰი აიძულა, ხელი აეღო თავის საზარელ გეგმაზე. მას შემდეგ, რაც აჯანყების უახლოესი მიზანი თურქმანების განწყვეტა მიღწეული იყო და ირანიც იძულებული გახდა უკან დაეხია, მურთას ყული ხანმა შეძლო აჯანყებულთა გათიშვა და დაგსაქსვა. მან მრავალი ფეოდალი გადაიბირა და შაჰს დაუმორჩილა. ამ გარემოებამ შეუძლებელი გახადა აჯანყების შემდგომი წარმატება, ირანელთა ბატონობის საბოლოო მოსპობა და მეფობის აღდგენა. აჯანყების მთავარი ორგანიზატორი ზაალ ერისთავი შაჰის ბრძანებით ვახტანგ მეხუთემ მოაკვლევინა ზაალისავე ძმის სულებს. ზაალის შვილები კი შეიპყრეს და შაჰს გაუგზავნეს. ამის შემდეგ აჯანყების სხვა მეთაურებიც გატყდნენ. ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ერისთავები შაჰს მიუვიდნენ და პატიება ითხოვეს. შაჰმა ისინი თურქმანთა იმ ტომებს გადასცა, რომელთა მეტომეები კახელებმა გაჟლიტეს 1649 წელს. გმირები საშინელი წამებით დახოცეს. מחვილებითა გაჭრეს იგინი ასოეულად და დახურიტეს რომელიმე თოფითა და რომელიმე מחვილებითა. ეს მოხდა 1662 წლის 18 სექტემბერს. გადმოცემის მიხედვით ბიძინა ჩოლოყაშვილი ევროპელ კათოლიკეებს ფარულად დაუგრძალავთ. შალვასა და ელიზბარის ცხედრები კი რამდენიმე ხნის შემდეგ გმირების ქვრივებს სამშობლოში ჩამოუსვენებიათ და ერისთავების საგვარეულო მონასტერში იკორთაში დაუკრძალავთ. რაც შეეხება ზეზვა გაფრინდაულსა და მის თანამებრძოლებს, როგორც ხალხური საისტორიო პოეზია მოწმობს, ერთხანს კიდევ განაგრძობდნენ პარტიზანულ ომს კახეთში დარჩენილი ყიზილბაშების წინააღმდეგ და
დიდ ზიანსაც აყენებდნენ მტერს. როგორც ჩანს, ზეზვასაც ისბედი უნდა სწეოდა, როგორც მის თანამემამულეებს შალვას, ელიზბარს და ბიძინას. ქართულმა ფეოდალურმა ისტორიოგრაფიამ სახალხო გმირი თავის ისტორიაში არ შეიყვანა. სამაგიეროდ ხალხმა ზეზვას მრავალი ლექსი და სიმღერა უძღვნა, რითაც სამუდამოდ უკვდავყო მისი სახელი. 1659 წელს სახალხო აჯანყების შედეგად კახეთის მოსახლეობა გადაურჩა ფიზიკურ გადაშენებას. მაგრამ ირანის ბატონობა საბოლოოდ მაინც ვერ იქნა უკუგდებული. თავისუფლებისათვის ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა. თუშეთის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ზეზვა გაფრინდაულს გამორჩეული ადგილი უჭირავს, რადგან მისი ბრძოლები დაკავშირებულია ისეთ პერიოდთან, რომელმაც გადაწყვიტა აღმოსავლეთ საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხები. ვახტრიონის აჯანყებაში მხსნელად ევლინება თუშფშავ ხევსურთა გაერთიანებული ჯარი, რომლის შეკრებასა და ორგანიზატორობაში ერთ-ერთი მთავარი როლი უჭირავს ზეზვა გაფრინდაულს. თუშეთში, გომეწრის ხეობაში, გომეწრელთა საერთო სათემო სალოცავის ხითანის წმინდა გიორგის მისადგომებთან ტაფობში, რომელსაც სასვენათანას ეძახიან, დევს მთის ბროლის ერთი დიდი ლოდი. ამ ლოდს თუშები დღესაც ზეზვას ქვას ეძახიან. გადმოცემის მიხედვით ამ ლოდზე მჯდარა პატარძლის ტანსაცმელში ჩაცმული თუშების სათაყვანებელი გმირი უბადლო ვაჟკაცი ზეზვა გაფრინდაული. ზეზვა სწორედ ახალი დაბრუნებულია კახეთიდან. მას განზრახული აქვს თუშები აიყოლიოს ამ აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად და თუშების შეკითხვაზე, რას ნიშნავს ყველაფერი ეს, ზეზვას პასუხია. ჩვენ კაცები კი არა, ქალები ვართ. კახეთს თათრები გვართმევენ და ჩვენ ხელი ვერ გამოგვიღია. ამ პასუხმა თუშები აღელვა და გადმოცემის თანახმად იქვე შეიკრნენ ფიცით, რომ კახეთში თათრების წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ. იქიდანვე გაგზავნეს ფშავ-ხევსურეთში მაცნეები ამ საყოველთაო აჯანყების მხარდასაჭერად. სამწუხაროდ ქართულ ოფიციალურ წყაროებში ამ დიდი გმირის შესახებ მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ქართული ისტორია ხომ წესისამებრ მეფეებზე და ბატონებზე იწერებოდა. საბედნიეროდ ქართულმა ზეპირ სიტყვაობამ უხვი მასალა შემოგვინახა ამ პიროვნების საგმირო საქმეებზე. ზეზვა გაფრინდაულის როგორც აჯანყების ორგანიზატორისა და ხელმძღვანელის როლი, როგორც ლექსებიდან ჩანს, ვახტრიონის აჯანყებისთვის ზეზვა ხანში შესული უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ზეზვას ვახტრიონის აჯანყებამდე სხვა მრავალი გმირობაც ჰქონდა ჩადენილი. სხვანაირად როგორ შეიძლება აიხსნას, რომ ესოდენ დიდი აჯანყების მოთავედ ზეზვა წარმოგვიდგება. ზეზვა ფუნჩაიზძე წარმოშობით თუშეთში, გომეწრის ხეობის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ვაკისძირიდან ყოფილა. მისი თავდაპირველი გვარი საღირიშვილი იყო. გაფრინდაული კი ვახტრიონის აჯანყებაში გამოჩენილი გმირობისთვის შერქმევია. ხალხურ ლექსებზე დაყრდნობით პოეტი გოგლა ლეონიძე შენიშნავს, რომ ზეზვას დაჭერამ სპარსელებში დიდი აღტაცება გამოიწვია. გასაგებიც იყო მტრის ზეიმი. მან ხელთ იგდო ხალხის სარდალი, თავდადებული მამულიშვილი, რომელმაც სხვებთან ერთად სასიკვდილო ლახვარი ჩასცა სპარსეთის პოლიტიკას კახეთში. საამაყო თვე ზეზვა დიდი პატივით წამოიყვანეს თორღვას ციხიდან. ძუა შეღებილ ცხენზე შესვეს და მთელი გზა ილუმინაციით, სანთლითა და მაშხალით დაფაზურნის ყიჟინით ჩამოატარეს. ამ ფაქტის შესახებ ხალხური ლექსი ამბობს: ცივგომბორ გადაავლიან ძუა შეღებილ ცხენითა, ქალაქში ჩაიყვანიან დაფაზურნითალ ხენითა. თბილისის თათრობა ზეიმით შეგებებია დატყვევებულ ზეზვას. ამის შემდეგ ზეზვასი არავინ აღარაფერი იცის. შეიძლება თბილისშიც მოკლეს, მაგრამ აქ რომ მოეკლათ, ქართველნი ხომ გაიგებდნენ. შესაძლოა როგორც აჯანყების მოთავე სპარსეთში წაიყვანეს. ის რომ არც ღმერთსა და არც სამშობლოს არ უღალატებდა და მოწამებრივად აღესრულებოდა, ცხადზე ცხადია. რადგან ხატად ხავ, სალოცავ ხატად მთიელთ სამშობლოთავისა. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი ვახტრიონის ბრძოლასთან დაკავშირებით. გამოიწერეთ კარდუს გვერდები, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ, რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოსზე.